ხალხი უმრავლესობა ადამიანებისა საქართველოს მოსახლეობისა სიკეთის, სინათლის და სიმართლის მხარეზეა. ეს არის დასაფასებელი, რომ ასე ჩუმა, ასე უმტკივნეულად არავინ რო არ შეუწუხებია თავისი კეკლუცობით და ტელეეკრანების წინაშე პოზიორობით. გროვდება ბაქში წყალი, ხო და მერე გვაწოდებენ გრაფიკის და დღეში რამდენი საათი გაქვს წყალი? ალბათ 1 საათი. ვეზიდებით, ბევრი კერძო წყლები ყავს შემოყვანილი და ვეზიდებიან ვედროებით და რაღაც ასე და ასე გააქვთ თავი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩვენ. თვითონ ჩაგვისვენ რაღაცები წყლის რეზერვები, მაგრამ წყალი არ გვეწოდება აქტიური. მოვა დილას 6 საათზე ჩვენ გძინავს. კაცი არაა ზეზე და წყალი ვის უნდა 6 საათზე დილას ვინმესა. გვინდა ისეთი მაშინ იყოს საათობით გადავიხდეთ იმპულსაც, რაც არ გადასახადები მოდის. კაი გაყოლა მათვალებულია. და რა ვიცი წყალი გამოსწორდეს და ეს კანალიზაციები ძალიან ტბა დგას ქუჩაში ბავშვების სკოლა შემოდიან საერთოდ ვეღარ იმას იზამენ და ძალიან გთხოვთ კიდე რომ ბავშვებს გამოუყონ წვიმის დროს ერთი ავტობუსი რომ სკოლაში წაიყვანონ. დასახლებისთვის მთავარი პრობლემა არის წყალი და კანალიზაცია. წყალი და კანალიზაცია. ტრანსპორტის მოძრაობა? ტრანსპორტი ახლა დადის 4 ნომერი დადის, მარშრუტკა დადის, ხრეში დასაყრელია და ასვადი გასაკეთებელია, წყალი დგება, ვერგეა ვერანაირად. ჩვენთან მონოპოლიები აზიან წურბელები ჩვენს ქვეყანას.